მოგესალმებით, თქვენ უყურებთ შინაურულს. დღეს მოგიტანეთ ხაჭოს პასკა, რომელიც ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება. ასევე ის აუცილებლად უნდა იყოს ჩვენს სააღდგომო სუფრაზე. ეს ინგრედიენტები კი მას სჭირდება, რომ იყოს უფრო გემრიელიც და ლამაზიც. მას ასე დაგვჭირდება 700 გრამი ხაჭო, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ცხიმიანი. აქვე დავამატოთ 300 გრამი შესქელებული რძე და შემდეგ დავამატოთ აქვე 300 გრამი სქელი არაჟანი. აუცილებლად არაჟანის და ხაჭოც უნდა იყოს მაღალი ცხიმიანობის. ჯამში მოთავსებული ეს გემრიელი ინგრედიენტები ავურიოთ ერთმანეთში ბლენდერის ან ჩოპერის საშუალებით. შეგიძლიათ ამ მიზნით მიქსერიც გამოიყენოთ. და ვაქუცმაცებთ მანამდე, სანამ კრემისებრ მასას არ მივიღებთ. შემდეგ კი აქ ჩავამატოთ 150 გრამი რბილი კარაქი. კარაქი აუცილებლად უნდა იყოს აი ესეთი რბილი, რომ მასაში კარგად შეერიოს. და აუცილებლად ხაჭოს პასკაში ვიყენებთ ნაღების 82%-იან კარაქს. შემდეგ კი დავამატოთ 4 სუფრის კოზის შაქრის პუდრა და 1 ვანილი და კარგად ავურიოთ ჩვენს უკვე დაბლენდერებულ კრემისებრ მასაში. და დავამატოთ აქვე 1 ფორთოხლის ცედრა, რომელიც განსაკუთრებულად უხდება ხაჭოს პასკას, კიდევ უფრო გემრიელს და არომატულს ხდის. შემდეგ დავამატოთ რამდენიმე სახეობის ქიშმიში თქვენი გემოვნებით და ცუკატები და ნუში და დაჭრილი ნიკოზი, რომელიც განსაკუთრებულად მიყვარს ხაჭოს პასკაში. მერწმუნეთ, რაც უფრო ბევრ ინგრედიენტს დაამატებთ, ხაჭოს პასკა კიდევ უფრო გემრიელი იქნება. მე დავამატე შინაურულის საზამთროს ცუკატები, რომლის რეცეპტიც ასევე შინაურულზეა და თეთრი ბლის მურაბა, რომლის რეცეპტიც ასევე არის შინაურულის არხზე. ყველაფრის შემდეგ ყველაფერი ერთმანეთში კარგად აუვერიოთ, ხოლო სპეციალური ხაჭოს პასკის ფორმაში ჩავაფინოთ მარლა და მასში გადავიტანოთ ჩვენი მომზადებული ხაჭოს დესერტი. ამ უგემრიელესი ხაჭოს დესერტით შევავსოთ მთლიანად ბოლომდე ხაჭოს პასკის ფორმა. შინაურულზე არის ასევე კლასიკური პასკის რეცეპტებიც, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ ალბომში სადღესასწაულო. როცა ხაჭოს პასკის ფორმას ბოლომდე შევავსებთ, შემდეგ გადაუკეცოთ მარლის ბოლოები. დამატებით შეგვიძლია სამზარეულო სპარკით შემოვახვიოთ და დავადოთ რაიმე მძიმე საგანი და შევდგათ მაცივარში 12 საათის განმავლობაში. 12 საათის გასვლის შემდეგ ხაჭოს პასკა გამოვიტანოთ მაცევრიდან, გადაუღვაროთ წვენი და შემდეგ მოვაშოროთ მარლის ბოლოები, გადმოვაყირავოთ და მოვხსნათ ხაჭოს პასკის გვერდები. როცა ფორმის გვერდებს შემოუხსნით, მაშინ მოვხსნათ მარლაც და კლასიკური ხაჭოს პასკა თავისი არაჩვეულებრივი, ლამაზი ფორმებით მზად არის, რომელიც შემდეგ შეგვიძლია სურვილისამებრ მოვრთოთ. მე ზემოდან მოვასხი გამღვალი შოკოლადე და მოვაყარე დაჭრილი ფისტა, თუმცა თქვენ შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ მორთოთ და გაალამაზოთ. როგორც ხედავთ, ხაჭოს პასკა მზად არის, რომ გაგვილამაზოს სადღესასწაულო სუფრა. ახლა კი ვნახოთ ის ჭრილში როგორია. ჭრილში ხაჭოს პასკა ძალიან მადი საუძრელად გამოიყურება. გემოს კი აუცილებლად უნდა გასინჯვა, ამიტომ აუცილებლად უნდა მოამზადოთ. დღეს სულ ეს იყო. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.